სადაზღვევო ბაზარს მომგებიანობა 2 მილიონი ლარით შეუმცირდა, შედეგად იანვარ-სექტემბერში სექტორმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა. კომპანიებმა 9 თვეში 1,98 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, ანაზღაურებული ზარალი კი 551 მილიონი ლარია. რამ განაპირობა მოგების შემცირება სადაზღვევო ბაზარზე, რა პერსპექტივებია და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ჯანდაცვის სერვისი და მომსახურება მეორე ადგილზეა 8%-იანი მატებით. ამ თემებზე ვისაუბრებთ ნინა კობახიძესთან, სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia's სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან. ნინა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დილიდან ჩვენთან სტუმრად და ოფიციალური მონაცემები, სტატისტიკა გავაცანით მაყურებელს და სწორედ ამით მინდა დავიწყოთ საუბარი. წლების განმავლობაში ზრდის ტრენდს ვიყავით მიჩვეული და ახლა უკვე მოგების ნაწილში შემცირება ფიქსირდება 3 კვარტალის მონაცემებით. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მოზიდული პრემიის მოცულობა არის დიდი. რომ გაგვარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან კარგად ახსენით ციფრებში, თუ რა სიტუაციაა დღეს სადაზღვევო ბაზარზე. ეს არ არის რაღაც ისეთი უცნაური გარემოება, რომელსაც ბაზარი როგორც წესი არ ელოდება ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ სადაზღვევო ბაზარი და ინდუსტრია ძალიან ნელი ტემპით იზრდება. მოგეხსენებათ, გამომდინარე იქიდან, რომ სავალდებულო შინაარსის დაზღვევები ჩვენ ქვეყანაში არ არის, ესე ვთქვათ, დანერგილი, ძალიან ბევრი ისეთი სახის, რომელიც სადაზღვევო სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამიტომ სტანდარტულად, სტატისტიკურად მივყვებით ბაზრის ტრენდს წლიდან წლამდე და თქვენ იცით და ნახავდით, რომ ჯანდაცვის მოზიდული პრემია გაცილებით დიდია. თითქმის უმეტესობა სადაზღვევო პრემიაში არის ჯანმრთელობის დაზღვევაზე მიმართული და 21% და აქედან გამომდინარე ჯანდაცვის დანახარჯების ზრდასთან ერთად ავტომატურად იღებს სადაზღვევო ბაზარიც უკავშირს, როგორც კი ფინანსურად ჯანდაცვის დანახარჯები იზრდება, შესაბამისად ჯანდაცვის დაზღვევის მომგებიანობის მარჟა მცირდება და სწორედ ეს არის ის მიზეზი, რამაც მომგებიანობა მინიმუმამდე დაიყვანა. თან საკმაოდ ბევრი სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ბაზარზე, არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, ფასების დაკლების, რაღაც დემპინგური ფასების, ბაზრის წილის აკრეფვის მომენტებს, რაც მე რა თქმა უნდა წლიდან წლამდე სწორდება, იმიტომ რომ ხა შეუძლებელია აფინანსო მუდმივად ჯანდაცვის დანახარჯებით სხვადასხვა დაზღვეული ადამიანი იქნება ეს თუ კორპორაცია და შესაბამისად ამან გამოიწვია შემცირება მოგების და თუ ნახავთ, ძირითადად მოგება გენერირდება და ნაწილდება სულ რაღაც ორ სადაზღვევო კომპანიაზე, იმ კომპანიებზე, რომლებიც უფრო საბანკო სექტორთან არიან ასოცირებულები, გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ ისეთი სადაზღვევო პროდუქტები, როგორიც არის საკრედიტო რისკის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ საბანკო სესხებთან არის მიბმული, ავტომატურად გენერირდება და ამ სესხებში აღირიცხება, ესე ვთქვათ, და ზარალიანობა არის ძალიან დაბალი ასეთი შინაარსის პროდუქტებით. ამ პროდუქტების თამდებია ეს ყველაფერი. ამ პროდუქტების თამდებია მომგებიანობა და ჯანდაცვის პროდუქტების თამდებია ზარალიანობა, ესე ვთქვათ, და ძალიან მარტივად იშლება უკვე სურათი სექტორს. ბატონო, და გამოწვევების ნაწილი მინდა გავაგრძელოთ. თქვენ სავალდებულო დაზღვევა ახსენეთ. ერთის მხრივ ავტო დაზღვევა, მესამე პირის პასუხისმგებლობის და ასევე დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა. მინდა გკითხოთ, ეს ორი მიმართულება რამდენად შეცვლის სურათს ინდუსტრიაში და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს სავალდებულო დაზღვევები უახლოეს პერიოდში მომავალ წელს შეიძლება შევიდეს ძალაში და გარდა ამისა, ჰოსპიტალურ სექტორზე მინდა გკითხოთ. ჩვენ გვახსოვს კონკურენციის სააგენტოს ძალიან წარმატებული რეფორმა ფარმაცევტული მიმართულებით. ახლა სწორედ ჰოსპიტალური სექტორში ფასების არეგულირებაზე მუშაობს კონკურენციის სააგენტო. თქვენი ინდუსტრია, თქვენი სექტორი რამდენად ფიქრობთ, რომ მიბმული იქნება დადებითობის ჭრილში ამ ფასების არეგულირებასთან? პირველ რიგში ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს არ არის თქვათ კარგი ამბავი, რაც შეიძლება მოყვეს მხოლოდ სადაზღვევო სექტორისთვის, პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა და მოქალაქეების დაცულობისთვის გადადგმული ნაბიჯი, იმ შემთხვევაში თუ გადაადგმავენ ნაბიჯს და სავალდებულო შინაარსის დაზღვევები როგორც იქნება, ნუ დღეს თუ არა, მომავალ წლებში მაინც დაინერგება. უპირველეს ყოვლისა ეს არის მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1,800,000 მანქანა დადის და არავინ არ არის პასუხისმგებელი და ვალდებული, ესე ვთქვათ, სხვა მანქანისთვის მიყენებული
მოხსენებული ზიანის ანაზღაურებაზე, იმიტომ რომ დაუზღვეველი ეს მანქანების 80%, მხოლოდ 10-15%-ია მანქანების დაზღვეული და ეს არის ძალიან მინიმალური ფასი, ყოველთვიური, რომელსაც მოქალაქე იხდის იმ შემთხვევაში, თუ მან დააზიანა სხვისი ქონება ან სხვისი ავტომანქანა. ამ შემთხვევაში ერთობა სადაზღვევო კომპანია, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ესეთი ეშინა განსაკუთრებით რეგიონში, რომელსაც ეს სავალდებულო ხასიათის ჭრილში არ აქვს ბაზარზე გამოტანილი და არ ავალდებულებს ავტომფლობელს, რაც რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკაც გაზრდის, ბაზარს გაზრდის დაახლოებით 9 მილიარდი ლარით, ასევე პირველ რიგში დაიცავს მოქალაქეებს. რაც შეეხება ჯანდაცვის დანახარჯებზე და ჯანდაცვის ეგრეთ წოდებული დაშენებულ პროდუქტებზე, რომელსაც ასე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ესეც არის მოქალაქეების პირველ რიგში ინტერესების დასაცავად, გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს მხოლოდ უკვე დამდგარ რისკებს, ეს არის სტაციონალური შემთხვევების მართვა ძირითადად, ხოლო სადაზღვევო პროდუქტებით არის ყველა სამედიცინო დაზღვევის დამატების საშუალება და თუ ვთქვათ ამ ნაბიჯსაც გადავდგავთ, რომ მოხდება სადაზღვევოსა და სახელმწიფოს სინერგია, ამ შემთხვევაში მივიღებთ უფრო მეტად დაცულ მოქალაქეს და ნაკლებ ჯიბიდან დანახარჯს, რაც კოლოსალურად იზრდება ყოველწლიურად 15-20%-ით მოქალაქისთვის ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის სექტორში, განსაკუთრებით ისეთ მომსახურებაზე, როგორც არის ამბულატორია, სტომატოლოგია და მედიკამენტები, არის კოლოსალურად მზარდი და ამის შეჩერების უნარი არის, აი რა გითხრათ, პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ რომ ჯანდაცვის სექტორი ყოველთვის ფინანსურად ყოველწლიურ რეჟიმში არის მზარდი და მოქალაქისთვის უნდა მოხდეს სხვადასხვა პროდუქტების ერთობლიობით, სწორედ ამ ჯანდაცვის დანახარჯების შემცირება. რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, თქვენს კითხვას კონკურენციის სააგენტოს იმ რეფორმაზე, სწორედ ამისკენ არის მიმართული, იმიტომ რომ კონკურენცია კი არა, სახელმწიფო თავის მხრივ ხედავს, რომ ამ ჯანდაცვის დანახარჯების ზრდასთან ერთად ბიუჯეტიდან, ანუ შეუძლებელია ბიუჯეტიდან ასხა დაუსრულებლად თანხა და მაინც თქვათ ისეთი საჭიროებები, როგორიც არის მედიკამენტები, ამბულატორია, პროფილაქტიკური კვლევები, წინასწარი და არა დამდგარი უკვე სტაციონარი შემთხვევები იყოს მოქალაქისთვის ხელმიუწვდომელი. სწორედ ამ კუთხით არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი და ალბათ ერთიანი რეფორმა ისევ გადასახედი, რომ მოქალაქისთვის იყოს შეთავაზებული და სადაზღვევო სექტორი იყოს გამოყენებული როგორც საბრძოლო იარაღი კარგი გაგებით, აი ამ პოლიფარმაციასთან, მოჭარბებული ჯანდაცვის დანახარჯებთან, თქვათ რაღაცა არაერთი კვლევის დანიშვნასთან, რომელიც ხშირად ახლავს ჩვენს სამედიცინო მომსახურებას, ჩვენ ამას ძალიან ეფექტურად და კარგად მართავთ დაახლოებით იმ 700-800 მოქალაქეზე, რომელსაც მართავთ სადაზღვევო კუთხით. და ქალბატონინა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით როგორია თქვენი მოლოდინი, ანუ რიგითი მომხმარებლებისთვის, კერძო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, სადაზღვევო ღირებულება რამდენად რეალურია რომ გაიზარდოს. თუნდაც იმიტომ, რომ ხარჯები არის გაზრდილი და მომხმარებლებს რაც შეეხება ჯანდაცვის დაზღვევის მომხმარებლებს რაც შეეხება, რაც არ უნდა ეხლა ჩვენ ვისაუბროთ, რომ ეს ფასი არ გაიზრდება, იზრდება. ანუ განსაკუთრებით წელს ეს პირდაპირ არის მიმული სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდასთან. ჯანდაცვის დაზღვევა გაიზარდა, წინა წელსაც გაიზარდა, წელსაც გაიზრდება, ანუ მცირედი სხვაობა 10-15%-ით იზრდება ფასი, თუმცა როდესაც საუბარია, ვთქვათ, კორპორატიულ სექტორზე დამსაქმებელი იხდის ამ თანხას, შეიძლება ჯიბიდან ისე ვერ გძნობდნენ მოქალაქეები, მაგრამ როდესაც თვითონ უწევთ ხელფასებიდან ამ თანხის გადახდა, რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ხელშესახებია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამედიცინო შემთხვევებში ექიმთან ვიზიტი უკვე ყალებში 100 ლარიდან 150-200 ლარამდე გაძვირდა, მაინც ეკონომიურ თვალსაზრისით მოქალაქისთვის უმჯობესია, რომ შეიძინოს დაზღვევა და იყოს დაზღვეული, ვიდრე ვთქვათ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს ამ თანხის გადახდა. ასე რომ მივყვებით ტრენდს, ვერ ვიტყვით რომ რაღაცა ამოვარდნილები ვართ ამ ჯანდაცვის კუთხით, იმიტომ რომ მაგალითად ავტომანქანებზე არ არის ესეთი რადიკალური ავტომანქანის დაზღვევებზე, არ არის რადიკალური ხა ქონების დაზღვევებზე რომ შეაფასოთ, არ იზრდება ფასები ესე ყოველწლიურად წლიდან წლამდე, იმიტომ რომ იქაც ძალიან მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე მოხმარებად სადაზღვევო პროდუქტებზე გვაქვს ეს ტრენდი, ეგრეთ წოდებული და ხდება ფასების მატება. თქვენი საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ინდუსტრია იზრდება ნელა. მინდა გითხოთ ინვესტიციების თვალსაზრისით, რამდენად მიმზიდველია და თქვენი შეფასება როგორია თვითონ სექტორის, ანუ რამდენად მრავალფეროვანია და კონკურენტუნარიანია ის ბაზარზე წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიების რიცხოვნობა
შეფასებებით და ასევე ხარისხით. მრავალფეროვანი არის, რა თქმა უნდა, 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. ყველა იცავს მეტნაკლებად საზედამხედველო კაპიტალის მოცულობას, იმიტომ რომ ჩვენ რეგულირებადი სფერო ვართ, სხვა შემთხვევაში ზედამხედველი მიიღებდა ზომებს. საინვესტიციო თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი იქიდან გამომდინარე, რომ პოტენცია ბაზრის ჯერ არ არის კიდევ გახსნილი. ანუ იმდენად, დაახლოებით მილიარდ ნახევრიანი ბაზრის პოტენციას უყურებენ ჩვენი აქციონერებიც, სხვა სადაზღვევო კომპანიის აქციონერებიც, გარეშე ინვესტორებიც, რომლებიც სულ გვეკითხებიან, როდესაც ჩაირთვება ეს სავალდებულო შინაარსის დაზღვევები, რასაც სახელმწიფო ამნაბიჯს გადადგავს, მე ველოდები საკმაოდ საინტერესო ინვესტიციებს ამ სექტორში, იმიტომ რომ ფინანსური სექტორია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სექტორი უნდა იყოს ქვეყნის შემდეგ განვითარებაში მომავალში. თქვენ იცით, რომ საპენსიო დაზღვევებიც შეიძლება ჩაირთვას შემდეგ ეტაპზე, ანუ დაგროვებათი შინაარსის სიცოცხლის დაზღვევები, რომელიც ჯერ დაადრევია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გარდაუვალია ყველა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი, ასე რომ საინვესტიციო კუთხით რა შევხედოთ, ეს სექტორი ძალიან საინტერესოა. იმ ჭრილში რომ ველოდებით გაბაზრების გახსნას და სავარაუდოდ ეს გარდაუვალი იქნება და მოხდება. კი ბატონო და ძალიან მოკლედ ბოლოს მინდა გთხოვოთ, აუცილებლად შევაფასოთ მოსახლეობის და ბიზნესის ქცევა, დინამიკა, ეს ალბათ სექტორის ზრდის პირდაპირ პროპორციულია შეიძლება ითქვას, მაგრამ დაზღვევის აუცილებლობას რამდენად ვხედავთ ჩვენ, ეს ჩვენი ყოველდღიურობის, ანუ ქცევის ნაწილი რამდენად გახდა. ასევე სამი კვარტლის მონაცემი გვაქვს და თქვენი პროგნოზი როგორია, წელი როგორ დაიხურება სექტორში? რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად იყოს, ესე ვთქვათ, ინტერესი სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებაში, თუმცა ეს არის საკმაოდ რთული პროდუქტი ზოგადად და შესაბამისად ამას აუცილებლად ჭირდება სხვადასხვა ტიპის ჩარევები, იგივე სახელმწიფო რამდენჯერაც ვახსენე და ეს იქნებოდა კარგი, როდესაც ვთქვათ, სინერგიაში მოსახლეობისთვის ჩვენ შევქმნიდით ერთობლივად უფრო მეტი ინტერესს გავზდიდით. თუმცა მოხმარება ძალიან მაღალია, ვინც ერთხელ მაინც ისარგებლებს დაზღვევით, ყველა მიცის როგორ უნდა ისარგებლოს, საკმაოდ ისეთი აქტიური მომხმარებლები გვყავს, საკმაოდ მომთხოვნი მომხმარებლები, ასე ვიტყოდი, ხოლო რაც შეეხება მოლოდის, ვფიქრობ, რომ წელს ზრდით დავხურავთ, ანუ ჩვენი კომპანიის მაგალითზე 30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის წელს, თუმცა ბაზარიც წელს გაიზრდება მეტნაკლებად, როგორც სტანდარტულად ვარაუდობდით და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგავთ სექტორული განვითარებისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და შეფასებებისთვის. გისურვებთ წარმატებულ მომავალ წელს, რა თქმა უნდა.